თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება. დღეს რესპუბლიკის მოედნიდან შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა მარში მოაწყვეს. შეკრების საბოლოო ადგილი ტრადიციულად რუსთაველის გამზირია. მარშის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს გიგა სოფრომაძის მიმართ, რომელიც თბილისის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავეს საბჭოს აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა და სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს. სოფრომაძე ერთ-ერთი იყო იმ საჯარო პირთა შორის, რომლებმაც მიმდინარე პროტესტის დროს პროდასავლური პოზიცია გამოხატეს. არის წარმოუდგენელი ძალიან ბევრისთვის და ეს ძალიან კარგად ჩანს იქიდან გამომდინარე რამდენი დემოკრატიულ ცივილურ გარემოში ძალიან უყვართ ვიღაცებს აქ თავების თვლა რა და აი დღეს უბრალოდ რამდენმა ადამიანმა მომწერა რომ ძალიან მინდა მოსვლა, მაგრამ მომყვანი არ მყავს. რა ვიცი ეხლა იმდენი წარმატება ყველას და დაუწეროთ შეუძლია ჩვენს მერიას ძვირფას და კახა კალაძეს პრემია იმაში რომ ეს ქალაქი ნამდვილად არ არის შშმ პირებისთვის და ამ ჯგუფს ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ძალიან მძიმედ უშლიან ხელს პროტესტის გამოთქვაში. ამაში შეუძლიათ მათ გამარჯვება დაიწერონ და ჯილდოები ვაჩეს და თავის დაიჯილდოონ. იმიტომ რომ ისეთი გარემოა რომ ჯერ მარტო სახლიდან გამოსვლა და მე ადამიანის მოძებნა რომ მოგიყვანოს და მე ტრანსპორტის მოძიება რომ იმ ტრანსპორტმაც მოგიყვანოს არის წარმოუდგენელი ძალიან ბევრისთვის. და ეს ძალიან კარგად ჩანს იქიდან გამომდინარე რამდენი შშმ პირი და მშობელი გარბის ამ ქვეყნიდან. და მათ შორის მარტო ხელა შშმ პირები, რომლებიც მარტოები სხვა ადამიანების ხარდაჭერის გარეშე გარბიან.